პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ახალ ამბებს დღის 12 საათზე მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. Რაწვრთნები ტარდება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. დილიდან თბილისში ავტობუსებისა და სახანძრო ბრიგადების მობილიზება შეინიშნება. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ტრანსპორტის გადაადგილება თბილისის რამდენიმე წერტილში დააფიქსირა. ელიავას ბაზრობის, სპორტის სასახლისა და ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 60-მდე ავტობუსის კოლონა, რომელსაც პოლიციის მანქანები აცილებდა, ვაზიანის ბაზის მიმართულებით გადაუხვია. იქ კი კოლონას სახანძრო სამსახურის მანქანები შეუერთდა. მეხანძრეებმა თქვეს მხოლოდ ის, რომ სახანძრო წვრთნები აქვთ. გადაღებულ კადრებში ნომრელ ავტობუსებში ჩაწყობილი ის ფარები და ჩაფხუტებით ჩანს, რომლებსაც სპეცდანიშნულების რაზმი იყენებს. იყო ალბათ 10 ავტობუსი მაინც ებოდა. 10? ფარები, ხო? სპეცრაზმელები. ვარჯიშები რა? სახანძრო ემიგრანტების პროტესტმა ნაწილობრივ გაჭრა. ცესკო საზღვარგარეთ რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო უბნებს ხსნის. უბნები გაიხსნება კანადაში, ქალაქ ოტავაში, ბარსელონაში, დუბლინში, ბუდაპეშტსა და ლისაბონში. იმ ადგილების ჩამონათვალში, სადაც უბნები უნდა გახსნილიყო, 12 სექტემბრამდე არც ერთი ზემოთ დასახელებული ქვეყანა არ იყო, მათ შორის არც კანადა. 2 დღის წინ მეცხრე არხმა რეპორტაჟი მოამზადა, სადაც კანადაში მცხოვრები ქართველები ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვდნენ. მაშინ ამ თემაზე არც საგარეო უწყებას და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კომენტარი არ გაუკეთებია. ცესკო უცხოეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების რაოდენობასაც აქვეყნებს. აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ემიგრანტების სრული რაოდენობა 42,613-ია. მათ შორის საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია 1409 გაიარა. ეს არის საკონსულოების მიერ მოწოდებული სიები. თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა უფრო დიდი 54,963 კაციანი სია გადაუგზავნა, მაგრამ ამ სიას ის ამომრჩევლები აკლდება, რომლებიც რუსეთში ან იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებია. სიაში არ მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის შემდეგ საქართველოში არიან და საკონსულო აღრიცხვა შეჩერებული აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მედიასა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს. ნანა კაკაბაძე ითხოვს, რომ არჩევნების დღეს ყველა უბანზე საკუთარი გადაბღები აპარატი შეატანინონ, ვიდეო ან თუნდაც ფოტოკამერა. ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ამ გზით საარჩევნო დარღვევების დაფიქსირებას ეცდება. კაკაბაძე ამბობს, რომ კამერების დამონტაჟების შემთხვევაში ხმის მიცემის პროცესს საკუთარი ოფისიდან დააკვირდება. 2 საათში ერთხელ კი ყველა უბნიდან მიღებულ ინფორმაციას ერთად შეაგროვებს და მედიას მიაწვდის. ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მიღებული მტკიცებულებები მას სასამართლოში გასაჩივრების დროსაც დაეხმარება. მიიღოს მტკიცებულება, თან არ მიიღოს, ან ნახოს. დავიცვათ ჩვენი ხმები. 1 ოქტომბერს ჩავატაროთ საყოველთაო მონიტორინგი, სახალხო მონიტორინგი. ანუ ჩვენი სურვილია, რომ ამ მონიტორინგში იყოს რაც შეიძლება ფართო საზოგადოება ჩართული, ყველას ვისაც სურვილი აქვს, რომ დაიცვას საკუთარი ხმა არჩევნების დღეს, ჩვენ თავაზობთ, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენი ორგანიზაციის ოფისში შეიქმნება დარღვევების დაფიქსირების შტაბი, სადაც არჩევნების მიმდინარეობის დღეს ყოველ 2 საათში გაიმართება ბრიფინგი და საქართველოს ყველა საარჩევნო უბნიდან წარმოდგენილ იქნება ფოტო და ვიდეო მასალები. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და რუსულ ინტერესებზე წერს. ურმას რეინსალუ Wall Street Journal-ში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორი ამბობს, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე მოსკოვი საქართველოსთვის ახალი დაბრკოლებების შექმნას ცდილობს. მინისტრი იხსენებს 2008 წლის ომს და შოკის მომგვრელს უწოდებს ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას, რომლის მიხედვით ის ომისთვის 2 წლით ადრე ემზადებოდა. ტალინში, დაიმედია ბრიუსელში, პარიზსა და ვაშინგტონშიც ვცდილობთ ჩავწვდეთ, რა სარგებელს ელოდება რუსეთის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით. კრემლი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას, რომლის 1/5 ოკუპირებულია, ნატოში მხოლოდ ამის გამო არ მიიღებენ. ნუ თუ ვერ გაიგეს რუსმა ჩინოვნიკებმა, რომ ბოლო 2 შეხვედრაზე და ჩიკაგოში გამართულ სამიძე საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარანტიები მისცეს. რუსეთი მაინც ართმობს ამბიციებს, რათა მეზობელს ნატოსკენ სწრაფვა შეუშალოს ხელი. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ პუტინის მხრიდან საქართველოს დესტაბილიზაციის ახალი მეთოდი, რომელიც მის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობს. ეს ძალისხმევა, როგორც ჩანს, კონცენტრირებულია ოპოზიციური ფიგურის ბიძინა ივანიშვილის გარშემო, რომელმაც თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში ქაოსის წლებში დააგროვა. ეს არის ნაწყვეტი ესტონეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრის პუბლიკაციიდან, რომელიც Wall Street Journal-შია გამოქვეყნებული.
ესტონეთის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი კი საქართველოშია და საარჩევნო გარემოს პირადად აკვირდება. საინტერესო შეხვედრა, სადაც ყველა საკითხზე შევთანხმდით, ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პირველ დიპლომატთან შეხვედრას. თბილისში ჩამოსულ საგარეო საქმეთა მინისტრს ქართული ოცნების ლიდერი თბილისი მარიოჩი გვიან საღამოს შეხვდა. აუდიენცია თითქმის 1 საათს გაგრძელდა. თავად ურმას პაეტმა სასტუმრო კომენტარის გარეშე დატოვა. შეგახსენებთ, რომ დიპლომატი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ძალიან საინტერესო პიროვნება გავიცანი, ძალიან საინტერესო მინისტრი. თქვენ როგორც იცით, ჩვენ ისტორიულად მეგობრობა გვაკავშირებს მათთან. ჩვენ გავიხსენეთ, როგორ ერთდროულად ვებრძოდით საბჭოთა იმპერიას თავის დროზე საქართველოს და ესტონეთი და ესე შემდგომ. და მე მგონი, რომ აბსოლუტური გაგება და ყველა კითხვაზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით და საუბარი იყო ძალიან საინტერესო. პრეზიდენტმა კი ესტონეთის პირველი დიპლომატი სხვა უცხოელი სტუმრების მსგავსად ყვარელში მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ურმას პაეტს საკუთარ კარნი დამოშიულმა სპინძლა. საგარეო საქმეთა მინისტრმა რთველშიც მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი საწნახელში ყურძენი დაწურა. ქვეყნის პირველი პირი ესტონელ სტუმარს ქართული ყურძნის ჯიშებსა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიებზე ესაუბრა. რას ქემით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები. ინდიანას შტატიდან ჩამოსული სპეციალისტები ქართველ კოლეგებს დილიდან საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ამ წუთებში ექსპო ჯორჯიაში სემინარი მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია აგროქართულ აწყობს. კონფერენციას სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები, ეკონომისტები და ფერმერები ესწრებიან. ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე იმყოფება ექსპო ჯორჯიაში, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. გვანცა, უფრო კონკრეტულად, რა მიზნით არიან ჩამოსულები სტუმრები ინდიანას შტატიდან? ინდიანას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება ამ სახელწოდების კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ორგანიზატორების განცხადებით, ამერიკელი სპეციალისტები საქართველოში ფერმერების დასახმარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ. სიმინდის მოყვანა, სანერგე მასალების წარმოება და საკონსულტაციო სისტემის მოწყობა. სწორედ ამ თემებზე მსჯელობენ დღევანდელ კონფერენციაზე. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დარგის უკეთ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩამოსული არის ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორები, რომლის მთავარი მიზანია დაეხმარონ ადგილობრივ ფერმერებს ტექნოლოგიების სხვადასხვა მეთოდების გადმოცემაში, იმისათვის რომ ადგილობრივ ფერმერებმა შეეძლონ საკუთარი წარმოების გაუმჯობესება. ძირითადად ამ ეტაპზე ჩამოსულები არიან სპეციალისტები სიმინდის და ასევე სარგავი მასალის წარმოების კუთხით. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნისათვის. ქვეყნის პროდუქტიულობის დონე ძალიან დაბალია. ჩვენ სწორედ იმისთვის ჩამოვედით, რომ ვიპოვოთ გზები პროდუქტიულობის ასამაღლებლად. დღევანდელ კონფერენციას სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები, ფერმერები და ეკონომისტები ესწრებიან. ეკონომისტთა და კოალიცია ქართულ ოცნების წევრი ნოდარ ხადურის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება კოალიციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომ აღნიშნულ კონფერენციაზე მათი დასწრება და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ფერმერებისათვის. ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ინტერესია ქართველი ფერმერების მხრიდან და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ქართული სოფლის მეურნეობა გაძლიერდება, წელში გაიმართება და საქართველოს ეკონომიკის სიძლიერეს შეუწყობს ხელს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის მეურნეობა იყოს პრიორიტეტული და მათ შორის გავითვალისწინოს გამოცდილება, რომელიც საქართველოსშია დაგროვებული. დღეს კონფერენცია რამდენიმე საათში დასრულდება და ის კიდევ 2 დღეს გაგრძელდება. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ექსპო ჯორჯიადან და ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე. გაჭრა თუ არა არასამთავრობო სექტორის პროტესტმა. სახელმწიფო პროგრამა მეტი სარგებელი ხალხს ინტერნეტიდან გაქრა. სამთავრობო ვებგვერდზე ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო ვიდეორგოლი ინტენსიურად ტრიალებდა, თუმცა მას შემდეგ რაც საერთაშორისო გამჭვირვალობამ რეკლამა გააპროტესტა და რეაგირებისთვის ცესკოსა და უწყებად შორის კომისიას მიმართა, ვებგვერდი საერთოდ გაუქმდა. მართლ პარტიაში მიზეზს არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ საიტზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ. სამთავრობო პროგრამის მეტი სარგებელი ხალხს ვებგვერდმა ფუნქციონირება შეწყვეტა. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ მეტი სარგებელი ჯი მას შემდეგ გაქრა, რაც მათ მართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ამხილეს. საქმე ეხება სამთავრობო ვებგვერდზე ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო კლიპის განთავსებას. ამ ფაქტის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობამ ცესკოსა და უწყებათა შორის კომისიას მიმართეს, რის შემდეგაც ვებგვერდი მეტი სარგებელი ჯი გაქრა.
სამართალდაბოვა სახეზე იყო რეალურად და აშკარა იყო რომ განთავსებული იყო მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კლიპი ამ საიტზე რომელიც არის მთავრობის საიტი იყო უბრალოდ მთავრობის ვებგვერდი და ფიქრობთ რომ სამართალდაბოვა რადგან შედგა ამაზე რეაგირებაც ეს კომიტეტი მოახდინეს და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც საარჩევნო მიზნებისთვის უნდა დაკვალიფიცირდეს ეს შემთხვევა ნატროშვილის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმეორედაც მიმართეს და დამატებითი მასალები გაუგზავნეს. თუმცა ცესკოში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვთ. იგივე კომენტარი აქვთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. დღეისათვის ეს კონკრეტული საიტი ფუნქციონირებს თუ არა, მე არ მაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს რაღაც პოზიცია ჩამოყალიბებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედება საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიიჩნევა და დაჯარიმებას ექვემდებარება. რატომ ჩავარდა 1000 ჯიხურის პროექტი? თბილისის მერიის ინიციატივა, რომელსაც დაწყებისთანავე პრესის წარმომადგენლების განსაკუთრებული პროტესტი მოხდა, საერთოდ ვერ შედგა. ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის 900 ლოტიდან მხოლოდ 244-ია იჯარით გაცემული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 40 მფლობელმა გაცემული ლოტები უკან დააბრუნა. მერიის აუქციონზე იჯარით აღებულ ჯიხურებს მფლობელები უკან აბრუნებენ. ოფიციალური მონაცემებით 1000 ლოტიდან მხოლოდ 244-ია გაცემული. პრესის გამავრცელებელი კომპანია პლანეტა ფორტეს ხელმძღვანელის თქმით, გაცემული ლოტებიდან 40 მფლობელებმა უკან დააბრუნეს. მერიამ ყველა ეს ჯიხურები აიღო და გაუთანაბრა პრესის გავრცელება ჩვეულებრივ ბიზნესს. გითხრეს კიდევაც რომ პრესა წამგებიანია, გაყიდეთ სხვა რაღაც. დედაქალაქში ახალი ჯიხურების ჩათქმამდე პლანეტა ფორტე თბილისში 80 ჯიხურს ფლობდა. დღეს კომპანიის მფლობელობაში მხოლოდ 11 ჯიხურია დარჩენილი. შედეგად პლანეტა ფორტეს თანამშრომლების რაოდენობა 80-დან 35-მდე შემცირდა. ცდილობ ხოლმე აუქციონებზე რომ გამოვაქვთ, რომ ცდილობ რაღაცა კიდე ავიღო, რამე თუ გავაფართოვო, მაგრამ ვერც ერთ აუქციონზე ჯერ სადაც მე შევიტანე განაცხადი, იმის მერე ახლოსაც ვერ მივდივარ. თბილისის მერიის პრეს-სპიკერის თქმით, მერიის პროექტი 1000 ჯიხური მიზნად ისახავს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მუშაობის გაიოლებას. როგორც ბაჩოდოლიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ჯიხურების ფასი წლიურად 1000 ლარი მცირე ბიზნესისთვის მისაღებია. ეს პროგრამა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ პირს თანაბრად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და ყველას აქვს ერთნაირი უფლებები და ერთნაირი პირობებში უწევთ ერთმანეთთან ასე ვთქვათ შეჯიბრი. მერიის პროექტი თავის დროზე მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, 1000 ჯიხურის პროექტმა ხელი შეუშალა პრესის გავრცელებას. მერიამ საკმაოდ დისკრიმინაციული ფონი შეუქმნა თავად ბიზნესს, პრესის გავრცელების ბიზნესს და ისეთი გარემო შექმნა, რომ ამ ადამიანებს იმ პირობებით, იმ საწყისი ფასებით, რომელიც აუქციონზე დააწესა მერიამ, ან იმ გადასახადებით, რომელიც შემდგომ დაუწესა, ისინი პრაქტიკულად ამას ვერ შეძლებენ. ჯიხურების უკან დაბრუნების მიზეზად მფლობელები მაღალ ფასს ასახელებენ. აუქციონზე ჯიხურის საწყისი ფასი 1000 ლარია. ვაჭრობისას თითო ლოტის ფასი იზრდება და 10000 ლარს ცდება. ყველაზე ძვირად ხირებული ჯიხურის ფასი წელიწადში 24000 ლარია. ინციდენტი ჭიათურაში საბაგიროზე მომხდარი ავარიის გამო 42 წლის ქალი არის დაშავებული. დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია. საბაგირო გზის ჭიათურა დარკვეთის მონაკვეთზე ბაგირი გაწყდა, რის შემდეგაც ვაგონში მყოფმა ლალი უკლება მსხეულის დაზიანებები მიიღო. ის საბაგიროს თანამშრომელია. შემთხვევას ახლა კრიმინალისტთა სამსახური იძიებს. მიზეზს კი სპეციალური ლაბორატორია დაახლოებით 1 კვირაში დაადგენს. ის ადგილი, სადაც ბაგირია გაწყვეტილი, ართვარი ელდება. შიგნივარი ქუროშია გამოწყვეტილი შიგნივ და ამიტომ ზეინკარს ვერ დავაბრალებთ მაგას, რომ რატო მოხდა ესე, სამდე არ მოვა ლაბორატორიის დასკვნა. კიდურის მოტეხილობა, ჩაუსვით თაბაშირში, თავზე ქონდა პატარა ტრამვა, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფი შეიძლება დაჭირებოდა და გადაიყვანეს თვითონ ჭიათურის მაღაროს საავადმყოფოში. ცხინვალში კი აფეთქება მოხდა. დილის 3 საათზე აფეთქების ხმა დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასაევის ბინასთან გაისმა. დაუდგენელმა პირებმა ოსტაევის ქუჩაზე გასაევის სახლის კარი ააფეთქეს. აფეთქების დროს დე-ფაქტო მინისტრის მოადგილი და მისი ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. იბრაგიმ გასაევი ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოიტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და მისი გუნდის წევრი იყო. 2011 წელს სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება საკანონმდებლო ცვლილებისთვის, რომლითაც კოკოიტს მესამედ კენჭისყრის საშუალების უფლება მიეცემოდა.
ეს არის ახალი 12-ზე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გაურკვეველი მედია ჯგუფები ჟურნალისტების შემდეგ მუსიკოსებსაც უშლიან ხელს. ქუთაისში, სადაც ჯგუფ შინის კონცერტი მიმდინარეობდა, გადამღებმა ჯგუფმა პროვოკაციული შეკითხვების დასმა დაიწყო. დაუდგენელი ჟურნალისტის სამიზნე შინის სოლისტი აღმოჩნდა შეკითხვების შინაარსი კი უცვლელი იყო. ვინ გაფინანსებთ და რა კავშირი გაქვთ ბიძინა ივანიშვილთან? გაურკვეველი მედია ჯგუფი მუსიკოსის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა. ერთი ხმა ამ პროექტის ფარგლებში ჯგუფის შინი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე კვირაა კონცერტებს მართავს და ამ გზით მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. არ გვიღალატო ბიჭო. არ შეიძლება ხალხო ეგეთი რაღაცა. რა შუაშია რა ბიძინა ივანიშვილი რა. ეს გვაინტერესებს. რა გაინტერესებს თქვენ კონცერტზე თუ არ მოხვედით, მაშინ სხვა პოლიტიკოსებს მიმართეთ. ჩვენ გვინდა საქართველოს გაერთიანება და ეს გაყოფა სხვა შორის, რასაც თქვენ ემსახურებით. რას ემსახურებთ? ხალხის დაყოფას. რომელ დაყოფას? აი ამას, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, იმან დაგაფინანსათ ამ რა შუაშია ვინ დაგვაფინანსოთ. ჩვენ არა ვართ სხვა შორის. ჩვენ ჩამოვედით ჩვენით სხვათა შორის ჩვენი ფინანსებით და ყველაფერი ჩვენით უფასოდ ვაკეთებთ ახლა რო იცოდეს თქვენ. რატომ აქვს ქართულებს სწორედ ეს გვაინტერესებს უფასო კონცერტი რატომ არის გადაკეტილი გზები? ეგ მე გადავკეტე გასულ. მე არ ვიცი გადაკეტილია ნამდვილად. გადაკეტილია გზები. მაგრები ხართ მერთმა გაგე. არ არის გადაკეტილი. არ არის გადაკეტილი. არა აფელი არა გადაკეტილი. სამწუხაროდ ისე შემოგვიერთით ჯობია. სად შემოგვიერთით? ჩვენ აი დადექით აქ და ესეთ რაღაც შეკითხვებს ნუსვამთ რა. თუ გადაკეტილია ცუდია, მაგრამ მე მგონი არ არის გადაკეტილი. არა ვისაც უნდა იმ მანგანებით შემოერთებაში რას გულისხმობთ? იცით რა, ნუ გამოიყოფით ხალხს რა და ეს სასაცილოდ ნუ იგდებს თავს. აგრები ხარ. ეს არის საოცარი ძალა, ეს საოცარი მუხტია. საერთოდ ეს ტურია. საოცარი. მე მგონი ის გზავნილი ზუსტად მიიღო ხალხმა და ზუსტად მისი გზავნილია. ერთხმად შეკვრა. ჩვენი პროექტი მოგეხსენებათ მოწოდებულია იმისთვის, რომ გავამთლიანოთ საზოგადოება, მშვიდობისკენ მოუწოდოთ, თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდოთ. ეს არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა. ახალ წინა საარჩევნო შეხვედრები ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ქანთარია ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა. ისნის კანდიდატმა მხარდამჭერებს საკუთარი კოალიციის წინა საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. შეხვედრას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე ქართული აკადემიის წევრებიც დაესწრნენ. ჩვენ აუცილებლად 1 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას და დაიწყება ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის სიკეთისკენ შემოbrunება. მე ვარ ჩემ შვილიშვილთან ერთად და სწორედ ამათ ექნებათ ძალიან დიდი მომავალი. ამათ ექნებათ ნორმალური ადამიანური ცხოვრება. ამათ ექნებათ განათლება. დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ უბანს, ამ რაიონს ეყოლება თავისთვის მართლა საამაყო წარმომადგენელი და ღირსეული წარმომადგენელი უკვე ახლა საქართველოს პარლამენტში. ის ისეთი არ არია და ისეთი მართალია. ამის იმედი უნდა ქონდეს ამ რაიონს და მომავალ ქართულ პარლამენტს. არ ისთვის ვირჩევთ ახალს. რომ რაღაცნაირად შეიცვალოს ყველაფერი თუ არა, ისევე შევცვლით როგორც გვინდა რომ ახლანდელი შევცვალოთ. ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტი, სამტრედიაში ინციდენტი ამჯერად სოფელ გომში მოხდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატ მერაბ ჯანელიძეს ადგილობრივი მოსახლეობა ხვდებოდა. ერთ-ერთმა მოსახლემ კანდიდატ შეკითხვით მიმართა. გრიგოლ თევზაძეს მშენებარე სტადიონის გახსნის თარიღი აინტერესებდა. თუმცა პასუხად რაიონის საკრებულოს დეპუტატმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა მოსახლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს თვითმხილველების ყავს. მიხეილ ნიკოლეიშვილი, რომელმაც ამ სიტყვის არ მაცალა კითხვის დამთავრება, რომელმაც მოვიდა ხელი ესე ამომხვია, ძალით გამათხრიეს და ჩემზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინეს. არა მარტო ფიზიკური, სიტყვიერი ყველანაირად, აბსოლუტურად. ჩვენი სოფლის დეპუტატმა, როდესაც ნაციონალების შეხვედრა იყო, კითხვა დასვა და იმის მაგივრად რომ პასუხი მიიღო, ცემატყებით გაუსწორდნენ. საპროტესტო აქცია გარდაბანში ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა არეშიძემ სოფელ თამასქენში იმ საწარმოსთან, სადაც მანგანუმის წარმოება ხდება, საპროტესტო აქცია მოაწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ საწარმოდან გამონაბოლქვი ნივთიერებები გარემოს აზიანებს, რაც ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მოგვიანებით არეშიძე საწარმოს ხელმძღვანელს შეხვდა და მოსახლეობის პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჩვენ შევატარეთ გარკვეული შემოწმება და მარტყოფთან ერთად ეს სოფელი თაზაკენტი არის ყველაზე უფრო ესე იგი დიდი რისკის ზონაში. აი დღეს მოვედით ქართლის ხელმძღვანელობასთან ქონდა საუბარი, ის დაგვპირდა რომ ერთ-ერთ ამ ციკლიდან წარმოების ციკლიდან რამოდენიმე რგოლს ამოიღებენ იმისთვის რომ ხიფათი შემცირდეს, ჩაატარებენ ლაბორატორიულ კვლევას 20 რისკისთვის. სული რა თქმა უნდა აწუხებდა და ის ამოიღეთ და კი ბატონო გადავდივით გვერდზე, აღარ გავაკეთებთ, აღარ გავყიდით და არ არის ეს დიდი დანაკლისი. წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს რუსთავში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატიც. ზვია ძიძიგური მოსახლეობასთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს მართავს და კოალიციის პროგრამას აცნობს. ძიძიგურის განმარტებით ამ მომხრეებში შიშის ფაქტორი ისევ არსებობს, სწორედ ამ მიზეზით ბევრი მათგანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას ერიდება. შიშის ფაქტორი არსებობს. ზოგის ვიღაცა მუშაობს, ზოგის ვიღაცის ვიღაცა მუშაობს და ესე არიან ადამიანები ტერორის ქვეშ ფაქტიურად. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ, ვეუბნებით ყველას, რომ ნუაძალებენ სხვა ადამიანებს, რომ მათ სასარგებლოდ მისცენ ხმა და ამავე დროს თვითონ ხალხს ვეუბნებით, რომ არავითარი ვალდებულება არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ 1 ოქტომბერს მივიდნენ და ყუთებში დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია. იყენებს თუ არა რამაზ ნიკოლაიშვილი ადმინისტრაციულ რესურს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბში სამუშაო საათებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დადიან. ამ ინფორმაციას ჟურნალისტებისთვის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლელა ნაცვალაძე აღწერს. ის ამბობს, რომ თითოეულ სოფლის რწმუნებულს დავალებული აქვს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ უბნებიდან ხმების 70% მოაგროვონ. პედაგოგებს კი ხმების მოპოვებას სამუშაოს დაკარგვის მუხარით აიძულებენ. არის ინფორმაცია, სარწმუნო ინფორმაცია, რომ იმზადდება ბეჭედი დასმული ბიულეტენების შემოტანა ოზურგეთის რაიონში და აპირებენ კომისიის წევრებისათვის ამის მიცემას, შტაბებისათვის. მე მაქვს სარწმუნო ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატებისგან, რომ რამაზ ნიკოლაიშვილმა მათთან შეკრებაზე კატეგორიულად დაუსვა საკითხი, რომ 70%-ზე ნაკლები არც ერთი სოფლიდან არ უნდა ჩამოვიდეს ხმა. საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს ოზურგეთში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში. საიასა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გურიის საარჩევნო ოლქებში სულ 30 ინციდენტია დაფიქსირებული. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყველა ასეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციას ახალ ვებ-პორტალზე განათავსებენ, რომლის პრეზენტაციაც სწორედ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გაიმართა. მოქალაქეებსაც ეძლევათ საშუალება ესეთუის ფაქტები, რომელიც წარმოადგენს კანონდარღვევას და უკავშირდება არჩევნებს, თავადაც განათავსონ უფასოდ აღნიშნულ ვებ-პორტალზე. ეს ვებ-პორტალი ფუნქციონირებას განაგრძობს, იმოქმედებს არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც იქნება მსგავსი ვებ-პორტალი ძალაში. პორტალი ამჟამად მუშაობს წინასაარჩევნო რეჟიმში, მაგრამ რა თქმა უნდა გაგრძელდება ინციდენტების ამ პორტალზე აღრიცხვა არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. ასპინძის რაიონში კი ქართული ოცნების მხარდამჭერი მსახიობები, ასევე სპორტსმენები და მეცნიერები ჩავიდნენ. მიზანი მოსახლეობისთვის ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მსახიობები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობენ და დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებენ. აქ ჩამოდივარ კაცი ამბობს ესეთი სიტუაცია იყო მე არაფერი ვიღაცა სასახად ჩანს დამოკიდებულება კოალიციის მიმართ და ვფიქრობ რომ სწორედ ეს ადამიანები 51 ნომერს შემოხაზავენ. ყოველ შემთხვევაში მათი თვალებიდან ასეთი რამე აშკარად ჩანს და ძალიან სამწუხაროა რომ ამ რეგიონში როგორც ძალიან საქართველოში ძალიან ბევრი პრობაციონერია, ამით მანიპულირებენ და ემუქრებიან რომ შეგაბრუნებთ ციხეში, არ გექნებათ საშუალება არაფრის. აი ხა თივარა არის და თივაზეც ემუქრებიან სათიფში არ გაგიშვებთ. აუგებიდან ეს ხალხი მოდიან, ჩვენ ყოველდღე დადიან აი ვილისით, დიდი პატარა მანქანები და სოფელს კურკს არტყავენ და ეხოცებიან ხალხს და ეუბნებიან და აშინებენ რომ გინდა თუ არ მოხვდეთ, ხოდა არ მოხვდეთ და კადრში არ მოხვდეთ. აფიქსირებენ ესენ და ყველაფერი მოხდება თქვენ საწინააღმდეგო და ეს არის ეს აშინებენ ხალხს. რატომ თქვარი მართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა დებატებზე ნაციონალური მოძრაობის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა თენგიზ სარიშვილმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პროექტის ფარგლებში გამართულ დებატებში მონაწილეობა არ მიიღო. ამ შეხვედრაზე დევნილების პრობლემებზე ისაუბრეს, უმუშევრობა და უკანონებელი საცხოვრებელი ფართების სტატუსი და ინტეგრაცია. ეს იყო თემები, რომლებზეც დევნილებმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებისგან პროგრამული ხედვა მოისმინეს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი დღევანდელ ფორმატსაც არიდებს თავს და სამწუხაროდ ის ან ვერ მონაწილეობს და ვერ ჯდება ჩვენთან ერთად დებატებში, რომელიც დღეს იმართება დევნილთა პრობლემებზე. ქართული ოცნებისთვის თავარი პრიორიტეტი, რაც ჩვენ დღეს დევნილებს უთხარით, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი პროექტები, რაც უფრო ხშირად იქნება დევნილებთან ურთიერთობა, მით უფრო უკეთესია, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური პარტიებმა რომ გაასწრონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები, თავიანთი შეხედულებები და მიზნები კონკრეტულად დევნილებთან მიმართებაში. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს იმისათვის, რომ ჩვენ ასეთი ტიპის შეხვედრის მონაწილეები ვართ. ჩვენ რა თქმა უნდა ხვდებით მოქალაქეებს და გვაქვს მათთან ურთიერთობები სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე, თუმცა ამ შემთხვევაში ეს სხვანაირ ორგანიზებულ სახეს იღებს და ეს სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვისაც ჩვენეული ხედვის მიწოდების თვალსაზრისით. რეზო ჩხეიძის საღამო ფოთში კინორეჟისორმა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას მხარდამჭერი საღამო ვალერიან გოლიანის სახელობის დრამატულ თეატრში მოაწყო. ამ საღამოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე კინორეჟისორის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. რეჟისორმა სცენაზე ფოთთან დაკავშირებული საკუთარი ისტორიები გაიხსენა და საქართველოში არსებულ წინა საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია, ფასეულია და განსაკუთრებულია, როდესაც რეზო ჩხეიძე ქართული ოცნების მხარდასაჭერად და ჩემს მხარდასაჭერად ჩამოდის სპეციალურად ფოთში და ხვდება ფოთის მოსახლეობას, ფოთელებს. ეს ეთყობა კიდევაც დღეს დარბაზს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მოვიდნენ ამ შეხვედრას, სამწუხაროდ დარბაზმა ვერ დაიტია ყველა ეს ადამიანი, ვისაც სურვილი ჰქონდა ამ შეხვედრას დასწრებოდა. ქართული ოცნება მოდის ქართული ხალხისათვის ძალიან საინტერესო წინადადებებით სოციალურ სფეროში, კულტურის სფეროში, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ყველაფერში, რაც ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ადგენს და ფიქრობ, რომ უეჭველად ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი თავის დათქმულ მას საზღვრებს, ესე იგი, ამდენი მილიონი, ამას ამდენი არათუ შეასრულებს, მეცაც გააკეთებს. თავისუფალი საქართველო ქართული ოცნების წევრის განცხადებას პასუხობს მაჟორიტარობის კანდიდატი რომან პაპიძე, ამბობს, რომ ავთანდილ ბერიზის განცხადება თითქოს თავისუფალი საქართველოს სხვა ფსევდო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მმართველი პარტიის გამარჯვებას ხელს უწყობს, აბსურდულია. თავად ბერიძე კი დღესაც საკუთარ პოზიციას იცავს, თუმცა საკუთარ განცხადებას, რომელიც ეთერით 10 სექტემბერს გავიდა, კიდევ ერთხელ აზუსტებს. ის ამბობს, რომ პატივსცემს კუკავას პარტიას, თუმცა იქვე დასცენს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მიერ დაგროვებული ხმები კოალიციას დააკლდება. ამ ყველაფერს კი სხვა პარტიები განზრახ, თავისუფალი საქართველო კი უნებლიეთ აკეთებს. ბატონო ავთანდილ ბერიძემ განაცხადა, რომ აჭარაში მოქმედი ყველა ეს პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ხელს უწყობს ნაცმოძრაობის გამარჯვებას. ვიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის უპასუხისმგებლო განცხადება და მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება ეჭქვეშ დააყენოს პარტია თავისუფალი საქართველოს ოპოზიციური, ასე ვთქვათ, შემართება და ბრძოლა ამ ხელისუფლების შესაცვლელად. ეს არის ოპოზიციური ყულაბიდან მათკენ გადატანილი სიტუნებლიეთ უწყობენ ხელს, არა წინასწარ განზრახულად, მაგრამ ის პარტიები სხმები წინასწარ განზრახულად, კუკავას პარტია კი უნებლიეთ უწყობს ხელს. ბიძინა ივანიშვილი წინა საარჩევნო შეხვედრებს განაგზობს ამ წუთებში ქართული ოცნების ლიდერი ბოლნისში ამ მრჩევლებს ხვდება. თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრამდე ქართული ოცნების ლიდერმა ბოლნისის სიონის ტაძარი მოინახულა. ჩვენ ახლა ჩვენს კორესპონდენტ თამარ გოგესაშვილს ჩავთვალთ ბოლნისიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, უფრო კონკრეტულად შეხვედრის შესახებ რომ მოგაწოდა ინფორმაცია. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი დღეს ბოლნის სტუმრობს. ბიძინა ივანიშვილმა მეხუთე საუკუნის ბოლნისის სიონი მოილოცა, სადაც ბოლნისის ეპარქიის მღვდელმთავარს მეუფე სერაფიმე შეხვდა. მეუფემ ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა. ამ წუთებში კი კოალიციის ლიდერი ბოლნისელებს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ხვდება. ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მოსახლეობა აქ დილიდან შეიკრიბა. კოალიციის ლიდერმა მათ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა გააცნო და
სამ ძირითად პრიორიტეტზე ისაუბრა. ეს არის სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სახელმწიფომ ბევრი პროექტი უნდა განახორციელოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ხელი უნდა შეუწყონ გლეხებს მიწის დამუშავებაში, მიეცეთ მათ იაფი კრედიტი და რაც მთავარია, ხელი შეუწყონ მოსავლის რეალიზებაში. ამისთვის კი საჭიროა გაიხსნას ბაზრები და კიდევ ახალი ბაზრები იქნას მოძიებული. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემაში გასატარებელ რეფორმებს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველა ქართველს უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ იმკურნალოს ჯანდაცვა უნდა იყოს ყველა მათგანისთვის ხელმისაწვდომი. განათლების სისტემაში გასატარებელი რეფორმების თავარ პრიორიტეტად კი მან დაასახელა ყველა სოფლისთვის, ყველა ქალაქისთვის კეთილმოწყობილი სკოლა და საბავშვო ბაღი. ბიძინა ივანიშვილი ბოლნისის შემდეგ უკვე მარნეულის მოსახლეობას შეხვდება. ის 2 საათზე მარნეულის მოსახლეობას ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამას გააცნობს. ეს ყოფილდაპირი ჩართვა ბოლნისიდან, სადაც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი ამორჩევლებს ხვდება. გენდერი, ქალის როლი პოლიტიკაში და არჩევნები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელის შემშლელ პრობლემებზე ოზურგეთში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში შეხვედრა მოეწყო. ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით გურიის რეგიონში არსებული პრობლემები წარმოადგინა. ამ შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიების წევრები დაესწრნენ. გენდერი ყველამ ვიცით, რომ ეს არის როგორც მამაკაცების, ესე ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავს. და ძირითადად ჩვენი პრობლემა ყველა აი ამ მსჯელობიდან ჩვენი პრობლემები ძირითადად გამოდის იქიდან, რომ ჩვენ სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა არ გააჩნია. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოაწყოს მგვარი მაგიდის შეხვედრები და გამოავლინა ის გენდერული სპეციფიკა და თავისებურებები, რომელიც არსებობს ყოველ რეგიონში. პრემიერ-მინისტრი დასაქმების მინისტრ პაატა ტრაპაიძესთან ერთად თბილისში მდებარე პროფესიულ კოლეჯ იკაროს ესტუმრა მინისტრების სწავლის პროცესს გაეცნენ და კოლეჯის გაფართოების გეგმები მოისმინეს. კოლეჯის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ გახსნის დღიდან დღემდე სასწავლებელმა 3000-მდე სტუდენტი მოამზადა, მათგან 76% კი ამ დროისთვის უკვე დასაქმებულია. სტუდენტებთან საუბრის დროს მერაბიშვილმა ახაზი გაუსვა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად მალე სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობაც გაიზრდება, რაც სტუდენტების დასაქმებას ხელს შეუწყობს. და დასაქმების პრობლემა პრაქტიკულად ამათ არ ექნება. დასაქმებულობის პროცენტი რამდენია ახლა ითქვა? აქ არის 76% არის დასაქმებულობის მაჩვენებელი, 76% ეს არის ყველაზე მაღალი პროცენტი არის კოლეჯების საქართველოში, ჩვენ კურსდამთავრებულებს შორის და ზუსტად ამან გამოიწვია ის გარემოება, რომ საკმაოდ მაღალი არის ინტერესი ამ კოლეჯის მიმართ. და ზუსტად ამის შედეგადაც არის ის, რომ ჩვენ ახლა უკვე ფართოვდებით, უკვე ოქტომბრიდან სწავლება განახლება აგრარუნივერსიტეტში, დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი სპეციალურად რემონტდება, უკვე სრულდება და დასრულდება ოქტომბერში განახლება. ყველას გისურვებთ წარმატებას, კაი სამსახურის პოვნას და მაღალ ხელფასს. სხვადასხვა ამოვაჩინე, რომ სოფლიოში ესეთ პრაქტიკა ხშირად მზარეულის ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე მთელი დანარჩენი პერსონალის ერთად აღებული და ყველა ხარჯები ერთად და მოგება ერთად აღებული. ახალი 12 ამედი ასრულებულია, მედროები და გემშვიდობებით დღის სხვა ახალი ამბავი და ერთმანეთს უკვე 15 საათზე შევხვდებით.